გამარჯობა მეგობრებო. მოდით დღეს გავისაუბროთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე. დავიწყოთ მარკეტინგის თემით, ანუ იმისათვის, რომ მე გადმოვცე ჩემი აზრი, საჭიროა დავყო ეს აზრი ნაწილებად, შემდეგ თითოეულ ნაწილს შეუსაბამო შესაბამისი გამოსახულება, ანუ შეფუთვა, შემდეგ ეს ნაწილები ჩავაყენო ლოგიკური ჯაჭვის რიგში და გადმოვცე იმ თანმიმდევრობით, რომ ამ გამოსახულებათა სიმრავლე უბრუნდებოდეს ჩემს პირველად ჩანაფიქრს. აი ეს ლოგიკური ფორმულა შესაძლებელია მივიჩნიოთ ფაქტობრივად მარკეტინგის ფორმულად, ანუ მარკეტინგული მექანიზმის ფორმულირებად. ჩვენ ცხოვრობთ ფორმების და გამოსახულებების სამყაროში. ეხლა იმის ახსნა მინდა, რომ როგორ უნდა მოვიქცე, რომ თქვენ როდესაც მაგალითად მე თუ ვარ მაგალითად გაზის საწვავის გამყიდველი კომპანია, უხეშად რო ვთქვათ რა. კორპორაცია, დიდი ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა გზით ყიდიან გაზს და თქვენ რომ მიხვალთ დახლთან, როგორ უნდა მოვიქცე მე, თუ კი რომელიმე კონკრეტული სანთებელის მწარმოებელი ვარ, რომ იყიდოთ მაინც და მაინც კლიპერი, ან ბიგი, ან რომელიღაცა კიდევ სხვა სანთებელა. და არ იყიდოთ რაღაც თქვათ ზიპო, ან პირიქით ზიპო იყიდოთ და არ იყიდოთ კლიპერი. აი როგორ იქცევა ის ხალხი, რომ თქვენ როდესაც მიდიხართ დახლთან, ხო? მაინც და მაინც კლიპერი მოგწონთ. რას აკეთებს ეს ხალხი ისეთ, თორე იყიდება გაზი, ხო? უბრალოდ სხვადასხვა შეფუთვაშია, მე ხო ვაგდებთ ამ შეფუთვას. როგორ მოხმედებენ ეს კორპორაციები, რომ ასე ყიდიან? ეხლა უკვე პირობითად ხსნი ამას, მაგალითად ადვილ მაგალითად რომ მოვიყვანო, იმისთვის ვაკეთებ ამას, ამ შედარებას. თორე ეხლა რა თქმა უნდა უკვე სხვადასხვანაირი რაღაც ელექტრო სიგარეტებია, საერთოდ აღარ არის საჭირო. პირობითად ვამბობ, რომ გასაგები იყოს უბრალოდ რაზე მაქვს საუბარი. ანუ ასეთივე შეფუთვებით სარგებლობს პოლიტიკური მექანიზმი, პოლიტიკური ბაზარი ასეთივე შეფუთვებით სარგებლობს. რომ გადავხედოთ მაგალითად აი ნეპალში მიმდინარე, ხა დაუბრუნდეთ ამ საკითხებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ესეთი ჩართვებს გავაკეთებ ხოლმე. ნეპალის შემთხვევა განვიხილოთ, როგორც აი უახლოესი დღეების წინ მომხდარი, სანამ ამერიკაში სანამ ღამე იყო და ეძინა ხალხს, მანამდე ნეპალში გადაწყვეტს მთელი მთავრობა. ესე უცებ მოხდა ყველაფერი. მაგრამ რა უძღო და ამას წინ რა იყო ეს? რითი გავს სიტუაცია, ნეპალის სიტუაცია რითი გავს საქართველოს სიტუაციას და რითი არ გავს და რატომ არ შეიძლება მოხდეს, თუმცა რაღაც გარკვეული სიბეჯითით საქართველოს მთავრობა ნეპალიზაციის გზას შესაძლებელია დაადგეს, მაგრამ ეხლა არ ჩანს და მოდი განვიხილოთ რა ხდება, რატომ არ შეიძლება ესეთი რაღაცა აქ მოხდეს და რატომ კიდევ შეიძლება. ნახეთ რა მოხდა ნეპალში. ესე იგი, ისეთივე ქვეყანა უბრალოდ დიდხანს გაგრძელდა სამოქალაქო ომი, ანუ ძალიან დიდ ჭირო არამნახული ქვეყანა, ერთი სიტყვით, რომელიც გაცილებით, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მხრივ დაბალ დონეზე არის, მოსახლეობის კეთილდღეობა დაბალ დონეზე არის საქართველოსთან შედარებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ რა მოხდა ამ ბოლო დროს, ესე იგი, იმ დონეზე კორუმპირებული გახდა მთავრობა, იმ დონეზე დაშორდა და ხალხის, ჩვეულებრივი ხალხის
არა აქვს მნიშვნელობა პოზიცია ოპოზიციას. აი ესეთ დონეზე რო იყოფა სახელმწიფოს მხრიდან, ესე იგი დამოკიდებულების მხრივ ამბობ რა, დამოკიდებულების მხრივ ესე დონეზე რო იყოფა, იმიტომ არის შესაძლებელი რომ ნეპალიზაცია მოხდეს. მაგრამ სიფრთხილე რაში არის ქართული მთავრობის გადავიდეთ ახლა ამ საკითხზე. რა გააკეთა ნეპალის მთავრობამ ამ ბოლო პერიოდში, წლების მანძილზე აკეთებდა ესე იგი ერთ-ერთი სოციალური ქსელის მიმართულება შეიქმნა ესეთი თუ არ ვთქვი როგორც მოვძებნე ინფორმაცია ნეპოქიტსი ანუ ნეპოტიზმი და ესე დაერქვა მოსახლეობაში ამ მესენჯერს ამ აპლიკაციას სადაც ვრცელდებოდა ნეპოქიტსი ანუ ნეპოტიზმი და ბავშვები შვილები სისტემის შვილები ერთ სიტყვით სისტემის კი არა და აი ამ ჩინოვნიკების აი ამ კორუმპირებული ხალხის დაახლოებული ხალხის ანუ ნეპოტიზმი და კიდე ნეპოქიტსი სადაც აი ამ მესენჯერში ეს მდიდარი სასწაულად გამდიდრებული ხალხი თავის სურათებს დებდა თავის რაღაც ბედნიერ კარგ ცხოვრებაზე საუბრობდნენ და აჩვენებდნენ ამ თავის სიმდიდრეს და გაუთავებლად იყო ამის დემონსტრირება რომ რამაც გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი და სიძულვილი, ანუ რაღაც პერიოდის მანძილზე ამ აპლიკაციის მეშვეობით დააგროვა თვითონ ამ მთავრობამ ხალხში ეს სიძულვილი და ზისხი, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, რომ ამ ხალხმა სადღაც ხომ უნდა წაიღოს, აი ვინც აგროვებენ ხა ქართულ ოცნებაზე მაქვს საუბარი, თუნდაც არა ქართული ოცნება იყოს, მაგრამ ძირითადად დღეს დემონსტრაციულად ეს ხდება განსაკუთრებულად აი ქართული ოცნების მხრიდან, ხო, რომ ესე გაუთავებლად ამ რაღაც სიმდიდრეების ყველა მისის რომ რამდენიმე მილიონი პრობლემა აღარ არის. 1 და 2 მილიონი პრობლემა კი არ არის. 700 მილიონია პრობლემა 800 და მილიარდი და ზევით, თორე 1 და 2 მილიონი და 3 მილიონი და 5 და ზოგს 10 და 15 აქვს ნაშოვნი უკვე რა. ეგ არ ითვლება იმაში კორუფციაში რა ქართულ ოცნებაში. ხო, ანუ ცოტა სხვაობა არის რა ნეპალიზაციას მდე ცოტა აკლია რა ერთი სიტყვით მაგის თქმა მინდა და მე უკვე რომ მოინდომა ესე იგი ამის აკრძალვა ამ ყველაფრის მიაყოლეს ანუ ნეპალის მთავრობამ და აუგზავნა დასჯის მიზნით გადაწყვეტა მოსახლეობის დასჯის მიზნით რომ ამას თუ უგზავნოთ მაშინ ისიც აუგზავნოთ დაახლოებით აი ესეთმა პრიმიტიულმა ფსიქოლოგიამ იმუშავა ამ შემთხვევაში მათ თავიანთ ამ ნეპალური მთავრობის საწინააღმდეგოდ და გადაწყვეტა აკრძალვა მთლიანი ამ სოციალური ქსელების და კი ნახეთ რაც მოყვა ამ ყველაფერს ანუ აქ მნიშვნელოვანი მომენტი განსაზღვრელი არის ის რომ ნახეთ პოლიტიკური ბაზარი იგივე საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებს ექვემდებარება უკვე. ანუ არაფრით აღარ განსხვავდება. პოლიტიკა და ეკონომიკა ერთი მედლის ორი მხარეა ხალხო. ხო და იგივე წესების მიხედვით თვითონ ნეპალის მთავრობამ განაპირობა იმის შეფუთვა. ანუ მოთხოვნა თვითონ დაბადეს. მოთხოვნა ბაზარზე მოთხოვნა ქმნის შეთავაზებას. და აი ამ მოთხოვნის შეფუთვა შეთავაზებაში რაც მოხდა უკვე შეთავაზება იყო მთავრობის გადაგდება და ჩამოხრჩობა და დაწვა და ისა, ხო? ეს თქვა უკვე ასეთ შეთავაზებაში შეიფუთა. დებით? მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ განაპირობა ნეპალის მთავრობა. ხო და მაგრამ და ამ რა ქვია იმით მესენჯერების აი სოციალურ ქსელების აკრძალვით თვითონვე მიცა ლეგიტიმიზაცია, ანუ ლეგიტიმაცია ამ პროცესებს თვითონ ნეპალის მთავრობამ ჩამოკრა ამ სანტებელას ისა ცეცხლი თვითონ დაანთეს ერთი სიტყვით. ესეთი უგუნურ პოლიტიკას აწარმოებდა ბოლო წლები, ამას ვერ მიხვდნენ უბრალოდ ვერ მიხვდნენ. და ამ სტიქიურმა შემდეგ უკვე ამ ინსტინქტურმა ტალღამ წალეკა ეს ყველაფერი კარგად დავენახდა.
რა თქმა უნდა, საქართველოში არავის არ სურს ეს პროცესების ესეთი განვითარება რომ ვიხილოთ, ნამდვილად არავის არ სურს. და ეხლა გადმოვიდეთ აი ამ ესე იგი მოთხოვნა ქმნის შეთავაზებას ხალხო, ხო? თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნახეთ როგორ ხდება ანუ პროფიციტულ, როდესაც პროდუქტი ბევრია, ანუ როდესაც ესე იგი შეთავაზებები ბევრია, ხო? ან პროდუქტები ბევრია რა. ხო, მაშინ ჯდება მარკეტოლოგები ჯდებიან და ესე იგი ფიქრობენ თუ მოთხოვნები როგორ შევქმნათ. ასეთი სიტუაციებიც არსებობს. დაახლოებით ასეთი სტილით მუშაობს ქართული ოცნება, მაგალითად არსებობს ეს ცნება ხალხო მონიტორინგი. ნახეთ, მონიტორინგი. ეხლა მე ვამონიტორინგებ სხვადასხვა სახის მოვლენებს, სხვადასხვა ტიპის მოვლენებს, ანუ თვისობრივად განსხვავებულ მოვლენებს. მათ შორის ვამონიტორინგებ იმ საკითხს, რომ აი ოპოზიციას მინდა მივმართო ხალხო. იცით ერთ-ერთი მიზეზი თქვენთან ერთად ხალხი რატომ არ დგება, ის არის რომ ოლეოლას მღერი ხართ იქ. იცით ეს? ამას არ ამონიტორინგებ, ანუ თან ხალხს თხოვთ რომ რაღაც და თან კიდევ ოლეოლას ეს ვიცით გასაგებია ეს თქვენი და თქვენ გონიათ რომ ამით ქართული ოცნება არ სარგებლობს და არის ის რომ ეს უნდა იმღეროთ თქვენ და ამას სპეციალურად აკეთებს ის რომ თქვენ ეს იმღეროთ და ვითომ როცა უნდა გამოვაგზავნეს ვიღაცას ჩაგარტყავენ და მიზეზი აქვს რომ შემაგინა ძმაო და ქართული გენიაო მე ყვირის ხო თუმცა ქართული გენი ისიც არის ხალხო რომ ქართლის დედას ქალს უჭირავს ხმალი ხელში ასე რომ არ გაგიკვირდეთ მებრძოლი ქალების დანახვა და თუ ქართულ გენზე ვსაუბრობთ და მაგრამ ერთი წუთი ეს გავიწევთ ეს საკითხი და დაუბრუნდეთ აი ამ შეფუთვის თემებს რა ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხების ახლა ამ ეტაპზე განსაკუთრებით გათვალისწინება ეს თქვენ ხო ოპოზიცია ანუ ოპოზიციაში რას გულისხმობ იცით ახლა ამ წუთას ოპოზიციაში გულისხმობ ფორმალურ ოპოზიციას თორე ნახეთ მოთხოვნა საზოგადოებაში ოპოზიციური გაცილებით დიდია ვიდრე ახლა ფორმალური ოპოზიცია გაცილებით დიდია ხალხო უბრალოდ ამას მოთხოვნა მაგრამ ამას შესაბამის შეთავაზებაში არ იფუთება ხალხო რატომ ხდება ეს მე ვერ ხვდები არ ვიცი ანუ ძალიან ხშირად მისაუბრია იმაზე რომ აი რატომ რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ ამ წინა წლის შეცდომები დაშვებული იქნა ახალწლამდე პერიოდში დეკემბრის პირველ რიცხვებამდე იყო დაშვებული შეცდომები ჩემი გადმოსახედით და როგორ არ მინდა ისეთ ხალხო იგივე განმეორდეს მართლა ანუ არავის არ უნდა აქ ნეპალი მოხდეს და რაღაც სასწაულები მოხდეს მაგრამ თუ თქვენ არ ფუთავთ საჭირო მიმართულებით და რაღაცა მაქსიმალური დატვირთვა ოლეოლაზე კი შეიძლება ამას იყენებთ როგორც გამომწვევ ფაქტორს მაგრამ აბა დაუკვირდით და დაამონიტორინგეთ სიტუაცია და უფრო აი მნიშვნელოვანი სერიოზული ფუნდამენტური გამომწვევი რა შეიძლება იყოს არ არის ეს დესტრუქცია ხალხო არ არის ეს დესტრუქცია და გადაწვა და რაღაც გინებები და მე შემიძლია შევიგინო იცით ანუ ნახეთ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის პატერნების მიხედვით აღიქვამს ინფორმაციის აღქმის ტიპოლოგია არსებობს ესეთი ცნება და ამ ტიპოლოგიაში არსებობს ესეთი კიდევ ასე ვთქვათ ქვეცნება ქვეთავი რომ პატერნების მიხედვით აღიქვამს მასა ადამიანების უმრავლესობა 90% 80-90% აღიქვამს პატერნების მიხედვით ანუ ზოგჯერ ადამიანს თუ არ უთხარი შიქ ხომ არ აგავს ვერ გაიგებს ბოდიში და ამ სიტყვაზე ქალბატონებოს და ბატონებოს ვინც ისმენთ მართლა რა ამას მაგალითისთვის ვამბობ რომ მისახვედრი იყოს რა არის პატერნული აღქმა ტიპოლოგიის რომ თუ არ უთხარი შემოლაწუნება უნდაო ხო ისეთ იმ ფილმში რო არის რა ზოგჯერ თუ არ მოხდა ესეთი რაღაცა ხო ვერ ხვდება ადამიანი რომ რაღაცა ესე იგი უნდა დაფიქრდეს ამ შემთხვევაში იწყებს ფიქს ადამიანი როდესაც ასე ეთქვი ასე მიმართავ ხო ზოგჯერ ადამიანს ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა რომ რაღაცა ისეთი უნდა უთხრა ადამიანს რომ ოპტო მე ერთვება უკვე ისა დაფიქრების რეჟიმი რომ რატომ მითხრა ეს მე ამ ადამიანმა ეხლა ნუ და ირთვება ეს მექანიზმი უკვე რეფლექსიის რა დაფიქრი შიგნით
ხდებით რას ვამბობ? ანუ ნახეთ, ეს ოლა არ არის მაგ ეფექტის საერთოდ. რომ რაღაცა ეს ოლა ფაქტობრივად ჩათვალეთ მე ამბობ რომ ეს არ უნდა იყოს შეიძლება რაღაც შემთხვევაში იყოს რაღაც შემთხვევაში არ იყოს როგორც რაღაც გარკვეული ინსტრუმენტი მაგრამ ეს ამავე დროს ისეთი ინსტრუმენტი რომელსაც უარესი მხარე უფრო ცუდი მეტი აქვს ასეთ რაღაცეებს უარესი მხარე უფრო მეტი აქვს მასა ხალხის იმიტომ არ დადგება იქ რომ იცოდეთ რომ იქ საბოლოო ჯამში ოლა უნდა იმღერონ და რა ვიცი აბა უნდა ძალიან ბევრს არ უნდა ხალხი გარკვეული რაღაცა ჩვენთან არსებობს რაღაც კულტურები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გადაეკეტა ხალხს და რაღაცას ჩაიდენენ, იმიტომ რომ გახსენებთ ხმალი უჭირავს ხალხში ქართლის დედას. ამით რას ვამბობ? ეხლა ნახეთ, რას ნიშნავს მონიტორინგი რა? ანუ მონიტორინგის პროფესიონალურ განმარტებაში, ცნებაში არის ესეთი ასე ვთქვათ, დეფინიცია, ასეთი თვისება, ერთი კრიტერიუმი, რომ მონიტორინგი გულისხმობს გარკვეული სტატისტიკური მონაცემების კრიტერიუმების მიხედვით რაღაცა მოვლენების აღწერას ჩართულობის გარეშე, ანუ ემოციური ბმის გარეშე. ეხლა მე თუ დავაკვირდი, მაგალითად ორი კვირა ვაკვირდები დაახლოებით სხვადასხვა პოსტებზე, პოსტივის, იმედის, სხვადასხვა პოსტების ანუ თქვათ ქართული ოცნების მხარდამჭერების შეიძლება საერთოდ არ თulides ეს ხალხი, იცით, ქართული ოცნების მხარდამჭერად თავს, არ თulis. ანუ შეიძლება ზოგს შეუწყობითაც კი მიიღოს ქართული ოცნების მხარდამჭერად როგორ მეძახიო. მე საქართველოს პატრიოტულად უყურებენ მის თავს. მაგრამ ნახეთ, ხალხში იმხელა სიძულვილია დაგროვილი, რომ ამით ყვებავენ აგროვებს, მაგალითად იმედმა, აი ამ ბოლო დროს მოხდარი ამერიკელი ახალგაზრდას მკვლელობაზე, რომ შემოაბრუნეს, ანუ ძალიან ოსტატურად აბრუნებენ აი ამ სიძულვილს ხალხში დაგროვებს აბრუნებენ ოპოზიციური სპექტრის აწინააღმდეგოდ. ხო? დადებენ რაღაც პოსტს და ნახეთ იქ პარლამენტში უმეტესობა არ ადგაო ფეხზეო და ასეთი პოსტის ქვეშ იმხელა სიძულვილი დაგროვილია რომ მე რა ხალხო რო არ ადგა ფეხზე. სამაგიეროდ ერთ დარბაზში ზიან და ზიან კი არ ჩხუბობენ და ერთმანეთს კი არ ურტყამენ თავებში. შეიძლება ჩხუბიც მოხდეს ადამიანები თუმცა საბოლოო ჯამში ერთად იკრიბება ეს ხალხი და ერთად ზის, ხო? ამის ახსნის მაგივრად ეს თავრობა ნახეთ რას აკეთებს და ეს მაგათი ტელევიზიები რომ ასეთ პოსტებს დებენ და მთელი ერთ მესიჯს ერთ კომენტარს ვერ ნახავთ ნორმალურს. ამათი ესენის ეს სიძულვილი გროვდება ამ პოსტებს ამ შეიძლება ზოგი უმეტესი კომენტარის შინაარსი საერთოდ არ ეხებოდეს ამ პოსტს წარმოგიდგენიათ ხალხი აგონიაშია რა სერიოზულში და ამ ყველაფერს ანალიზებენ ანალიტიკური დეპარტამენტებია თუ სუსია თუ ვინც არის და ვინც მუშაობს ამ თემაზე ვისაც დომა აქვს ხო ვისაც ამ კითხულობენ ამ კომენტარებს და აი ეს გზავნილები თავრობის მიერ გაჟღერებულები ხო ხალი-ხალია და კაცი-კაცია და ჩვენი და ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ აი ეს გინებაზე და აბა ქართული გენია და აბა ხელები ეფხანება და აი ეს ყველაფერი დაკონვერტირებული შეფუთულია ისევ ხალხს თავისივე განწყობებს უბრუნებენ უკან ამით არის ოცნება აი ეს არის პოლიტიკური მარკეტინგი გამიგეთ ანუ ეს ისევ უბრუნებთ თქვენ გონიათ ამას ოცნება თავს ახმევს ხალხს არა ანალიზებენ ამონიტორინგებენ ჩვეულებრივად ამას შეისწავლიან და შემდეგ უკვე ხდება ამის კონვერტირება ესეთი ფორმით და ესეთი ფორმით ფუთავენ შემდეგ უკვე რაღაც ზოგის კანონების ფორმატში ზოგს იმის ფორმატში არ აქვს მნიშვნელობა შესრულდება ეს არ შესრულდება ეს თავარია რომ ამით იმართება პროცესები საკმაოდ ეფექტურად იმიცით რატომ იმიტომ რომ ესენი მუშაობენ მოთხოვნა ქმნის შეთავაზების პრინციპით. ეს თქო, კარგად ყიდიან ხალხს თქვენ ოპოზიციას ოპოზიციისთვის მიყიდვას თქვენ კი არ გაძალებთ ამას ვინმე. ვაფშე არ აინტერესებთ ეს. ქართულ ოცნებას არ აინტერესებს არის მომხრეების გამრავლება. პირიქით ეს სიტუაცია აწყობს. ამით მართავენ. აი ამ დაპირისპირებებით ამ რაღაცებით, ხო?
ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ პოსტ ფაქტუმ მოქმედებს ეს ხალხი. არაფერს არ ახвებს თავს მის მხარდამჭერებს. ეს ის ხალხია, რომელიც შეიძლება მის მხარდამჭერად საერთოდ არ თulites თავს მეთქი, მაგრამ მასა იმართება ამით. ვიღეთ რა ვამბობ. ეხლა ნახეთ. ის განწყობები მოთხოვნა ქმნის შეთავაზებას. ანუ შეთავაზებები, რომლებიც ეხლა ჟღერდება ოპოზიციური სპექტრისთვის არ არის საკმარისი, რომ ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებაში რა თქმა უნდა უფრო მეტია და რა თქმა უნდა ოპოზიციური აზრი უმრავლესობაშია დღეს საზოგადოებაში და საქართველოში, არ იფუთება შესაბამისი შეთავაზებით. პრობლემა რაშია, ხვდებით ხალხო? მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის. ანუ ამასთან მიმართებით მინდა განვიხილოთ ასევე ვთქვათ ხაბეიშვილის დაკავებაც იგივე, რა ფორმატია ეს, რატო ის იჩქარა, რატო არ აშკარად არ მოელოდა ხაბეიშვილი, ხო? რატომ იჩქარა, ხო? ესეც დღის წესრიგის შექმნელობებია უბრალოდ. და მინდა გითხრათ რომ წამოწდა პრემიერ-მინისტр ყობახიძეს რომ ისო სასაცილოები არიანო ის ორი ადამიანიო, ანუ ერთიო უგზავნისო მესიჯებსო და მეორე ახმოვანებსო ამას. ფაქტობრივად წამოწდა ამ ადამიანს და შეიძლება გზავნილს გაუგზავნა იმას რომ ვიცით რომელი ხარ და შეწყვიტე მესიჯების ზავნაო და ფაქტობრივად დადასტურება არის ხაბეიშვილის დაკავება იმისი რომ შიდა განხეთქილებაა სერიოზული შიდა განხეთქილებაა ხალხო და ეს შიდა განხეთქილება გადავიდა შიდა ომი გადავიდა უკვე უკან დაუბრუნებლობის ფორმატში უკვე ვეღარ მოხდება ამათ შერიგება და ის უკვე მორჩა უკვე დაჭერილია უკვე ის არის ვთქვათ ბრალი წარდგენილია და ასე შემდეგ ნებართვა დართულია ზემოდან რომ დაიჭირეთ ეგენი იმიტომაც განხორციელდა ეს მოქმედებები ამის დასტავარტვა განაპირობა ყობახიძის მიერ წარდგენილმა იმ 700 მილიონის ფაქტებმა რომ აგერ რამდენიმე თვეში უცებ დაუთვალეთ აგერ 700 მილიონი და ყველა პულებზე ლაპარაკი ამან განაპირობა ეს დანარჩენი პროცესები რომ ჰოპ დაიჭირეთ წვანია ხო და ეს დანარჩენი უკვე რაც ბრალის წარდგენა რაზეც მოხდა ეს გზავნილია თითქოს ორი კურდღლის დაჭერის თელობაა რომ თავისიანებს უგზავნენ რომ არ გაბედოთ და ამ მხარეზე ვინმე გადასვლა არ გაბედოთ დასავლეთ ფული შემოგთავაზონ და რეების არ უნდა შემოგთავაზონ და ამავე დროს უნდა თითქოს რომ რაღაც 4 ოქტომბერს მიაბანო 4 ოქტომბერი ჩაგივარდათ და რამე ანუ ამის 4 ოქტომბერზე ჯერ ერთი არ ვიცი რამდენად ის არის მიბმა იმიტომ რომ ეს გასაგებია ხო 4 ოქტომბრის დატვირთვის ფორმატი თუმცა ეს შეიძლება სხვანაირად მოხდეს საერთოდ და ამას სხვანაირი ფორმატები ექნება ჩემი აზრით რა. ხო და ნახეთ საბოლოო ჯამში ისი თქმა მინდა ხალხო რომ ეს შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენ ცხოვრობთ ფორმების სამყაროში. ხო ძალიანაც ვარ გამიგზელდეს ხო? ჩვენ ცხოვრობთ ფორმების სამყაროში. რაღაცა ჩემი აზრი რომ გავყიდო ხო? პირობითად ვამბობ რა რომ რეალიზაცია რომ კონდეს. რეალიზაცია ხო მეტყვი განხორციელება რომ კონდეს ხო? პროდუქტს, იდეას ხო? ამ შემთხვევაში ანუ პოლიტიკურ პროდუქტს რომ კონდეს განხორციელება, რეალიზაცია საჭიროა შესაბამისი რელევანტური შიდა განწყობების და გარეთა განწყობების. ანუ თუ თქვენ მართლა გამოწვევა გინდა დოლეულას მღერარო ამისთვის საკმარისიც კი არ არის. არათუ შესაბამისი არ არის. საკმარისიც კი არ არის ხალხო, თორე ვისაც უნდა იგინოს, ხალხი ისეა გამწარებული იგინოს კი არა და თერეთოს ანუ ვერავის ვერ დაუშნებთ მის აქციას როგორც უნდა ისე გააკეთოს, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე რომ ფორმატი არ არის შეთავაზების. ეს არის შეთავაზება. მოთხოვნა ქმნის შეთავაზებას, ანუ მოითხოვე მოგეცემა. ესეთ რას ნიშნავს, რომ თუ მე ხარ ისეთ რაღაცას ვითხოვრო, რაც ვთქვათ, შეიძლება არ იყოს რაც რეალისტურად ფორმას მნიშვნელობა აქვს.
ხვდებით? ანუ დააკაკუნე კარები და გაიღება იმას ნიშნავს რომ თუ ეხლა სხვა კარებში აკაკუნება არ გაგიღებენ ხო სადაც ვერ გცნობენ ფორმა არ არის შესაბამისი ხო ხო ვინახავთ ის რაღაც სხვა ადამიანის მასკებს რო იყურებენ იკეთებენ რომ იმაში თვალში რო იცნობს ადამიანმა და გაუღოს რომ რო ატყუებენ ანუ ფორმას მნიშვნელობა აქვს ხალხო სხვა საქმე არის როგორ განვითარდება პროცესები სწორი ფორმის შემთხვევაში, სწორი შეფუთვის შემთხვევაში და ვიმეორებ ეს არ ნიშნავს დესტრუქციას. ეს არ ნიშნავს რაღაც ნეპალური სცენარების განვითარებას მეთქი. ჩვენ შორს ვართ არავის არ სურს ეს რაღაცა. პირიქით, ხალხმა შეიძლება ამიტომ შეიყავოს უფრო თავი. აქ სხვა რამეზეა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი რომ ეს შეთავაზება როგორი უნდა მოხდეს. მოთხოვნა არსებობს ხალხო. ხვდებით? აქ პროფიციტი არ არის. აქ გადაჭარბება არ არის, იმიტომ რომ მართლა რეალურად ოცნებასაც ხო ყავს მისი მხარდამჭერები. ამიტომაც რაღაც დავამხოთ და რაღაცეები ეს ცოტა სხვანაირად ჟღერს. ამას ხალხი ვერ იაზრებს როგორ უნდა მოხდეს. ხო? ამას ხალხი ვერ იაზრებს და ნახეთ ხაბეიშვილის პოზიციის ძალა ჩემი აზრით რაში მდგომარეობს რომ მისი პოზიციის გაგრძელება ყველა შეუძლია. ხაბეიშვილის პოზიციის გაგრძელება ყველა შეუძლია. ეს არის აქ დიდი პლუსი. არ არის განსაკუთრებული პერსონა არ იყო ხაბეიშვილი. და რასაც უბრალოდ დამტკიცდა ხალხო, რასაც საუბრობდა სიმართლე იყო იმ რაღაც შიდა დაპირისპირებების მხრივ და ეს ხმები და ეს მოვლენები ისედაც სულ ვიღაცა არ გიმესიჯებდეთ, დააკვირდით პროცესებს ეს ისედაც თვალნახლივ არის, ხო? ოლეულას ძახილი იმ დღეს ერთ-ერთი ადამიანის ის მოვისმე ვიდეო, აღარც არის საჭირო თვითონ აკორციელებენ ამას უკვე. ამ ოლეულას თვითონ აკეთებენ, ხო? რეალურად ისეთი ხალხს იჭერენ და ისეთ ხალხს უკეთებენ ოლეულას, რომ ამის თქმა, იმიტომ აღარ არის საჭირო რომ თქვენს გვერდში ბევრი ადამიანია. თუ კი ხალი-ხალია, ხო ხვდებით რას ვამბობ, ანუ ვის გაუყვის გინება, ბიჭო, ვის გაუყვის გინება ხალხო, კარგით რა მართლა რა. ამით, ანუ თუ მართლა გამოწვევა გინდათ, გამოიწვიეთ ამ ოპოზიციური განწყობის და ამ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მოთხოვნა სწორ შეთავაზებაში შეფუთეთ. იმედია, მე ხა არ მინდა რომ რაღაც მომგენთ კონკრეტული რაღაც მომგენთ გამოდიოდე, შეიძლება სხვა სახე და სხვა ის მიიღოს და იმედია ბუნებრივად თავისით ესე მოხდება როგორც საჭიროა და ცოტა გაგრძელდა მადლობა ყურადღებისთვის.